პოსტსკრიპტუმში ევროპიდან დავით კიკალიშვილთან ერთად პატარა საშობაო და საახალწლო საჩუქარი მე მოგიტყვებით ისტორიას მელოდიაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სამეულში შედის და ეს ისტორიას აი აქედან დავიწყებ. ზალცბურგთან ახლოს, ასეთი სოფელია ობერსდორფი, სადაც 1818 წელს შესრულდა სიმღერა, რომელსაც დღეს მსოფლიოს 350 ენასა და დიალექტზე ღერიან. ისტორიის ორი გმირია. იოზეფ მორი და ფრანც ქსავიერ გრუბერი. ერთი მელოდიის ავტორი, მეორე კი ტექსტის. მე-18 საუკუნის ევროპაში ნაპოლეონის ომები დასრულდა და მშვიდობის სხივი აკიაფდა. ზემო ავსტრიის ერთ-ერთ პატარა სოფელში ახალგაზრდა კათოლიკე მღვდელმა იოზეფ მორმა, რომელიც მარტოხელა დედის მეოთხე შვილი იყო და ბავშვობაში გიტარაზე დაკვირით ირჩენდა თავს, დაწერა ლექსი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საშობაო სიმღერას დაედო საფუძვლად. საქართველოში ის ცნობილია როგორც ღამე ნათელი. გერმანულიდან ზუსტი თარგმანით პირველი სტროფებია წყნარი ღამე, წმინდა ღამე. თუმცა ქართულ ენაზე სიმღერა იწყება სიტყვებით საოცარ წამს, იდუმალ წამს. სიმღერა და ტექსტი იუნესკოს მიერ ავსტრიის არამატერიალურ სიმდიდრედ არის აღიარებული, მაგრამ მსოფლიოში არ დარჩა მომღერალი, რომელსაც ეს მელოდია საშობაოდ არ ემღეროს. ლეგენდარული ჯონი ქეშიდან დაწყებული, არანაკლებ ცნობილი ბეონსე დამთავრებული, თუმცა საოპერო ხმებს ნაკლებად რამე თუ შეედრება. ჩემს უკან კაპელაა პატარა, რომლის ადგილას ადრე ეკლესია იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო დაინგრა, მის ადგილას ეს კაპელა აშენდა და აქ შესრულდა პირველად ეს მელოდია და შიგნით ვიტრაჟების ძალზე ლამაზად გაკეთებული და აი მორი ავტორის სახება გამოსახული. მზის ბლიკებზე საკმაოდ ლამაზად გამოჩნდა. იმეშინა და ამინდის გამო ცოტა განწყობა სხვა იქნებოდა, მაგრამ ამასაც თავისი პლუსები აქვს. სიმღერა ღამე ნათელის მელოდიის შექმნა კი ლეგენდებითაა მოცული. ყველაზე პოპულარული მათ შორის ისტორია, თუ როგორ დაახარღანეს საეკლესიო ორღანი თაგვებმა და სასოწარკვეთილმა მღვდელმა მეგობარ ორღანისტსა და სკოლის მასწავლებელს ფრანც ქსავიერ გრუბერს თავის ლექსზე დუეტისა და გიტარისათვის მელოდიის დაწერას თხოვა. მეორე ვერსიით გრუბერს პატარა შვილი დაეღუპა და დადარდიანებულმა ნაცნობი მღვდლის ლექსზე საშობაო სიმღერა დაწერა. რაც დანამდვილებით ვიცით, ეს სიმღერის შესრულების თარიღი და ადგილია.
ესე იგი, მუზეუმის ტერიტორიაზე საშობაო ბაზრობაა მოწყობილი. ბევრი დამთვალიერებელია და ამინდიც ისეთია, გაზაფხული გიკუნებათ. ჯობდა ალბათ თოვლი ყოფილიყო და ფიფქები და მრავალყოთ. ზღვართა შორის აქ დინამიკებში სულ ჯაზს უკრავენ და ამერიკულ საახალწლო მელოდიებს ასრულებენ. და ველოდები ეს შთილე ნახტი როდის შესრულდა. უკვე ერთი საათი ეს ხოჭის. საუკეთესო შემსრულებლად ალბომების გაყიდვით თუ ვიმსჯელებთ მსოფლიოში მესამე ადგილი ბინგ კროსბია. თუმცა ექსპერტები მარიო ლანსას ანიჭებენ უპირატესობას. ორ საუკუნეზე მეტ ისტორიას მუზეუმიც ამშვენებს, სადაც სტენდებს პლაგიატის ალბათ ერთ-ერთი პირველი ისტორიის მოყოლა შეუძლიათ. სად იყო მაშინ საავტორო უფლებების დაცვა, იჭერს უკან პორტრეტია იმ ოჯახის, რომელიც ამ სიმღერას, მელოდიას მღეროდა და თემ მსოფლიოში ასრულებდა. საკმაოდ დიდ ფულსაც აკეთებდა. პლაგიატს რაც შეეხება, ცნობილია, რომ ორღანის შემკეთებელმა კარლ მაურახერმა, რაც ორღანის გაფუჭების ლეგენდას ამტკიცებს, ხელს გააყოლა სიმღერის ნოტები და ლექსი. მაშინდელმა პოპულარულმა ხალხურმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა შტრასერებისა და რაინერების ოჯახების სახით მთელ მსოფლიოს მოსდეს ეს სიმღერა. ლექსის დამწერი მსოფლიო აღიარებას ვერ მოესწრო, გარდაიცვალა. კომპოზიტორი გრუბერი კი ცხოვრების ბოლომდე ვერ ამტკიცებდა ავტორობას. მელოდიას ხან მოცარტს, ხან ბეთჰოვენსა თუ ჰაიდენს მიაწერდნენ. უკვე მე-20 საუკუნის ბოლოს აღმოჩენილ პარტიტურაზე ნახეს მორისა და გრუბერის ხელმოწერები. მუზეუმი მუზეუმად, მაგრამ აქ ერთი პატარა ოთახი არაფრის დიდებით არ უნდა გამოტოვოთ. ესე იგი, მუზეუმში კარაოკეა და შეგიძლია ეს სიმღერა თავად შეასრულოთ. ეხლა თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის პოსტსკრიპტო მეევრობიდან დავით კიკალიშვილის მაყურებლისთვის ჩავიდან ამ გმირობას. თუმცა გაფრთხილებთ, სმენა საერთოდ არ მაქვს. Stille Nacht, heilige Nacht, alles schläft, einsam wacht. Ეხა უნდა მოვისმენთ რა გამოვიდა აქედან. ჩემი საკუთარი მეუღლე. რა მოხდა? ხუცადე. ჩემი უნიჭო ბღავილისაგან მიყენებულ ტრამბას აი ეს პატარები გამოგისტორებენ. იმედია რამოდენიმე სასიამოვნო წუთი გაატარეთ პოსტსკრიპტთან ევროპიდან დავით კიკალიშვილთან ერთად. მე სხვათა შორის მუზეუმში ესე იგი შტილე ნახტის ლუდი ვიშოვე. ეს გავატარებ ახლა სასიამოვნო რამოდენიმე წუთს. თქვენ კი გახდით ჩემი გამომწერი, მოიწონეთ ეს ვიდეო, გაავრცელეთ
რათა მე მეტი და კარგი რეპორტაჟების გაკეთება თქვენთვის შევძლო. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.